Უცოს რეაბილიტაციის მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია. გაზაფხულზე სპეციალისტები ციხე-ქალაქის რესტავრაციას იწყებენ. აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად კომპანიას ტენდერის საშუალებით გამოავლენენ. 4 წელზე გათვლილი სარეაბილიტაციო პროექტი სულ 14 ნაგებობის აღდგენას ითვალისწინებს. Როგორ გამოიყურება გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ ისტორიული ძეგლი? ნახეთ ნათია კენკაძის რეპორტაჟი. ტერიტორია იყო სავსე მიწით და ნაშალი ქვით, რასაც აკეთებდათ. გაიწმინდა ბილიკები. მუცოს ციხე-ქალაქი ნაშალი ქვისგან უკვე მთლიანად გაწმენდილია. ციხე-კოშკების ნგრევისას ჩამოცვენილი ფიქალის ნაწილი, რომელიც მშენებლობისთვის ვარგისია, რესტავრაციაში გამოსაყენებლად არის გადარჩეული. სპეციალურად მოწყობილი საბაგიროთი ციცაბო ფერდობზე დამატებითი მასალაც აქვთ. მუცოს კომპლექსის რეაბილიტაციის დასაწყებად თითქმის ყველაფერი მზად არის. Client შესულა თელი დავალება რაც იყო შესაძლებელი გავაკეთეთ საბაგირო ვიტროლიან დაგირკინიგზამ რომელიც მასალა საიტანს ბოლო კოშკამდე მოპოვებულია საკედლე და გადასახურის სიპიქვები მოპოვებულია მოტანილი ობიექტები დასაწყობებულია მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ძეგლის გაწმენდისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის გარდა დაზიანებული ნაგებობების გამაგრებაც მოხდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი კოშკები კი, რომლებიც ნგრევის შემთხვევაში საფრთხეს მთელ კომპლექსს უქმნიდა, თამსვლელების დახმარებით ნაწილობრივ დაშალეს. ეს არის დაიაურების კოშკი და საცხოვრებელი, რომელიც მუცოს კომპლექსში ერთ-ერთი ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი ნაგებობა იყო. განსაკუთრებული დაზიანების გამო კედლის ნაწილის მოხსნაც გახდა საჭირო. სწორედ ეს ნაგებობა და ეს უბანი იქნება პირველი, სადაც გაზაფხულზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. 2015 წელს მუცოს კომპლექსის დაახლოებით 14 ნაგებობის აღდგენა იგეგმება. 4 წლიანი პროექტის ფარგლებში ციხე-კოშკების რესტავრაცია ტრადიციული მასალით და მშრალი წყობით მოხდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი აქ მუზეუმ-ნაკრძალის ამოქმედება და უნიკალური ისტორიული ძეგლის შესანარჩუნებლად სპეციალური ღონისძიებების გატარებაა დაგეგმილი. იგეგმება ქვედა უბნის რეაბილიტაცია, მთლიანი აღდგენა და შუა უბნის ნაწილობრივი აღდგენა, რაც მოესწრება წლის სეზონში. შესაბამისად უკვე პირველი დამთვალიერებელი ესეთი გაჯანსაღებულ ძეგლს მიიღებს ქვედა უბანს მომავალ წელს. იმისათვის რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდოს, ბუნებრივია რომ უნდა იყოს ამისათვის ინფრასტრუქტურა მზად. შესაბამისად ჩვენ უკვე გამუშავებთ კონცეფციას, როგორი უნდა იყოს ეს ასე ვთქვათ, როგორ უნდა გაცოცხლდეს ძეგლი და როგორ უნდა განაგრძოს მას შემდგომში უკვე ფუნქციონირება. სოფელ მუცოს ერთადერთი მცხოვრები მიმდინარე სამუშაოებს თვალს ყოველდღიურად ადევნებს. ნუგზარ დაიაური იმედოვნებს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ტურისტების გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების რაოდენობაც გაიზრდება. ჩემი ოცნება ასრულდა რესტავრაციით, რა თქმა უნდა. დაბრუნებით რა ვიცი, რადგან დაიწყო ეს საქმე. სამი ოჯახი უეჭველი ვიცი და მე ვნახოთ რა იმედი მაქვს, რომ დაბრუნდებიან. ტენდერი, რომელმაც ისტორიული პროექტის განმახორციელებელი კომპანია უნდა შეარჩიოს, თებერვალში გამოცხადდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი გაზაფხულზე ხევსურეთში გზის გახსნის შემდეგ დაიწყება.